იცოდით, რომ ეგვიპტის პირამიდების ქვეშ მიწისქვეშა ქალაქი არსებობდა? პირამიდების ქვეშ არსებულ უზარმაზარ მიწისქვეშა კომპლექსს სახელად ნეთარამუსი ერქვა. მას ფარაონი ეზაოსი იყენებდა როგორც საიდუმლო თავშესაფარს და დახურულ ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი პირამიდებთან დაკავშირებული იყო ღრმა ვერტიკალური შახტებით, სადაც ფუნქციონირებდა მექანიკური ლიფტების სისტემა, რომელიც თეორიის მიხედვით აქლემების ძალაზე იყო დაფუძნებული. განათება მიწისქვეშა სივრცეებში აღწევდა სარკეების რთული სისტემით, რომელსაც შემოტრიალებული მზის დერეფანი ერქვა. ამ სისტემის მეშვეობით მზის შუქი დღეში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში თანაბრად ნაწილდებოდა მთელ ქალაქში, თითქოს ბუნებრივი დღის ციკლი ხელოვნურად იყო ჩაშენებული მიწის ქვეშ. გარდა ამისა, მიწისქვეშა ვენტილაციის არხები იმდენად ზუსტად იყო გათვლილი, რომ ჰაერის ცირკულაცია ზოგი მკვლევარის აზრით თანამედროვე სტანდარტებსაც კი აღემატებოდა. ნეთარამუსში ასევე ფუნქციონირებდა კონდიცირების მსგავსი სისტემა, რომელიც წყლის ორთქლისა და ქვის არხების კომბინაციით აგრილებდა გარემოს და ქმნიდა სტაბილურ ტემპერატურას მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე უცნაური მაინც მექანიკური ესკალატორების არსებობა იყო, კვლავაც აქლემების ძალაზე დაფუძნებული რთული მექანიზმები, რომლებიც ადამიანებს ქალაქის სხვადასხვა დონეებს შორის სწრაფ გადაადგილებაში ეხმარებოდა. თუმცა ყველაზე დიდი კითხვა დღემდე უპასუხოა. თუ ასეთი ქალაქი ნამდვილად არსებობდა, რატომ არ დარჩა მისგან ოფიციალურ არქეოლოგიაში არც ერთი პირდაპირი კვალი? ზოგი თვლის, რომ ეს უბრალოდ მითია, სხვები კი ამტკიცებენ, რომ პირამიდები არა მხოლოდ შენობები, არამედ რაღაც ბევრად უფრო დიდი და დაფარული ცივილიზაციის ზედა საფარი იყო. და თუ ეს მხოლოდ ლეგენდაა, რატომ ემთხვევა ამდენი დეტალი ერთმანეთთან ასე ზუსტად სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროებში?